ჯე მედიკო ჯეიდა მოვიდა. მობრძანდით. მოდი მედიკო, მოდი. როგორ ახარ გოგო, ასე უნდა დაკარგვა? რა ვიცი გოგო, თამაზის და სკოლის გადამკიდე რო კიდე ცოცხალი ვარ. თქვენ რა შვებით? რა ვიცი რა გვიჭირს ერთი კვირა სოფელში ვიყავით ჩვენც და გუშინ ჩამოვედით საღამოს. დასვენება არც მე არ მაწყენდა ჩემო ინგა. დიდი ხანი კი არ არის გოგო რა სკოლის საქმეებს მოურჩით. ადამიანს აღავკავარ. სკოლაში რომ მუშაობ გოგო ძალიან კაია, აქვე გაგთან მიხვალ და მოხვალ. არი გოგო, კაი, იმდენად მოკეთებინებენ და ხელფასები ჩვენ არ გვივარგა. გაიხედე მიდი აბა ევროკავშირში როგორ დაფასებულები არიან პედაგოგები. მედიკო ჯეიდა თქვენ ისი მასწავლებელი ხართ? მათემატიკის ომარიკო 21 წელია. ხო გიყვარს შენ მათემატიკა? ეს გიждდება მათემატიკაზე აფანატებს. ევროკავშირში კიდე ყველა საფასებენ, ოღონდ შენ მოინდომე და სახელმწიფო გიწყობს ხელს რომ დასაქმდე 16 წლიდან. ხო, შენი გოგოც გახდება ახლა სტუდენტი და მიმუშავების მოგეხმარება. მასწავლებლების ხელფასები საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში, ახლა რო ევროკავშირის წევრები არიან, ხო? აი ლიეტუვა იღე მაგალითად. 20,000 ევროდან იწყება ინგა წელიწადში. ეხლა ფთად რო იქით გადახვიდე დასავლეთ ევროპაში 70,000 ევრო არის მინიმალური მასწავლებლის ხელფასი. ხო და გამარჯობა ჩემო მედიკო. იმიტომ აღარ არიან ახალგაზრდა მასწავლებლები სკოლებში. ამ ხელატურს რო აკიდებენ და 1000 ლარს აძლევენ მერე. ზოგჯერ ეგეც არ არის. ჩემ სკოლაში ერთი მასწავლებელი და 91 წლის არის. დედა ჩემი ამბობდა სული რო შეუბერო მოკვდებაო. რა გინდა? რატომ იყური ფიქრი? ინგა, სახლში ხართ? მოდი ლია, მოდი აქეთ ვართ. სად ვიქნები აბა გოგო, არც ბათუმია ჩემთვის და არც ქობულეთი. ბავშვებს მოვუტანეთ შოკოპაი. დასასვენებლად გინდა ხო წასვლა. ჩემი შვილი ისწენებს თოფში. თოფში? ფოთში. არა გოგო, მან კოღოებია ძალიან ბევრი. ომარიკო, გამოდი ლია დეიდამ ჩოკოპაი მოგიტანა. რა უაბარეს მოვკარიყური? გამოუში რა აქეთ. ომარიკო ხარ შენ? გამომართვი 2 ცალი. კაი რა 2 ცალი რა არის? დამატი რა 5-6 ცალიც. აბა ეხა გამასწარი აქედან სანამ ღრმად ჩავისუნთქე. რაიმელია ხალიჩებს ვრეცხავ გოგო, უნდა დავალბო და წყალს მოუშვებ და მოვალ ეხლავე. მე რა უთხარი არ გაინტერესებს? მეთქი შეგათახსირებულ ლოკალო, მთელ კორპუსი როგორ გადაშლილი ფეხები ეკეთები ვისგან გიგვირს თქო. ნუ ახლა მთად ეგრეც არ მithქვამს, მაგრამ კი ვაგრძნობინე. ჯე ქვემოდან ლელა დეიდა ყვირის წყალი ჩამოვიდა თქვენგან ჩემთანო. ვაიმე, ჩემი ხალიჩები, დედა ჩავრეცხე მეზობლები. გოგო იბო ისმის ჩემი ხმა? აუ ძალიან ჭედავს სოფელში ინტერნეტი. ისმის ხო და იცი ჩემს კარტოფილს რეთლი. ანასტასია, როდის ჩამოხვალ? შენ გარეშე ვერ ვერთობით საერთოდ ჩვენ. ჩამოვალ ხო ამ დღეებში, მაგრამ აქ ძალიან სიწყნერია და მე მგონი მართლა დავისვენი. მე ზღვაზე მინდა წასვლა, მაგრამ ჩემ ჯერ გამოცდის შედეგებს დაველოდეთ. ზღვა ძალიან კაია მართლა. თეკლა შენ წიგნს კითხულობ? კაი რა თიკო ვერ ხედავ რო კითხულობს, პროსტო უგუღმა უჭირავს. კაი თხო არ კითხულობ, და ამ ბოლო დროს მარტო ნოვატორზე ვფიქრობ. გუში მაგაც ეძი ისეთები წავიკითხავ, ეხლა დაჭყეტილი მაქვს თვალების სიხარულისგან. შეკიდე თუ ეგრე ძალიან გიდა მიდი მაგ ნოვატორში და დააყენე საშველი. აბა ეროვნულებზე რო გიწერია გპ-ის საინჟინრო მაგით აპირებ ცხოვრებას. მართლაც გეუბნება თეკბიდი და ისწავლე გრაფიკული დიზაინი რო ამბობდი. ინგლისურსაც უკეთესად ისწავლე მაგ 1 წელში. მაშინ შე რო ჩამოხვალ ანასტასია ორივენი ამოხვალ და დაებაზრებით დედად ჩემს რომ ნოვატორში მივიდე. კაი ახლა შენ მოყევი რა, სოფლის საქმეს არ აკეთებ? ძრო ხარ მოწველე? მიხედავები გოგო რა ძრო ხარ მოუწველი, იქ ღამაგლია. ანასტასია მოვიდა საღამო და წამოდი ახლა ბოსელში. ვისე მოეწონა გუშინ მაგ ძროხას ისევ შენ უნდა მოწველო. ვიხევი. წავედი ძალიან ჭედავს ინტერნეტი. ჯე ანასტასია მომსევს ეს სადაუმალო. შენი ჭირიმე რა. ისეც ხელა მესა დავიმალო ეგ არ ვიცი. სადა ხარ? ინგა ჩოკოპაი აქ ნაყიდი მთლიანი 5 და 1 წელს არ მაძლევს. ნაგლი ბავშვი. არ მოგცემ იმიტომ რომ გუშინ წინ შენ კევი არ მიყიდე. მე არ მიყიდია, მაგრამ კევი მაინც ქონდა 1 საათში. იმიტომ რომ რაუჭიროდი ვიღაც კაცმა ჩამოიარა და იმან მიყიდა. გაჭირვებულზე ამაგიაო. რა გაჭირვებულზე ამაგიაო, მარიკო, ჩოკოპაიებზე და ხაჭაპურებზე მყავ გაზრდილი. რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდით. დღემდე ვევჭამ ამ ნაგლი ბავშვის გამო. მომიცი ერთი აქ, ამას დავმალავ და მე გამოგიზოგებ.
აუჯი ანასტასიამ სულ შეჭამა მთელი ყუთი ჩოკოპაი შეხედე რას ამბობ კაცო ვიცით ადგილას დავმალე მე აღარ მახსოვდა წამოდი ერთი ხა ის თმებით ვარ გადავაცალო თიკო ხო იცი ნინგამ რო დამიმალე ჩოკოპაი მთელი ყუთი ვიპოვე და 12-ვე შევჭამი თიკო ეს ჩემი ბოლო სიტყვებია 4 დღე გადაბმულად მეცადინეობ ცხვირი არ გამიყია გარეთ დიდი ამბავი ახლა ყოველდღე რო თეკლა გურგენიძეები არ ნახო თეკლასთან ერთად რო ახოლმე სული ღრიჯებიან ყველაფერზე ეზოში წაიქცა პირი ხრეში თქონდა ამოვსებული და თურმე არ უნდა გაგვეცინა მარტო ხრეში მერე პოლიეთილენის პარკის ნარჩენები ქონდა კბილებში იგი მის ბრალია რომ სუპერღია დარბის შენც მოაღების გამოცდაში რო ჩაიჭრები მაგაც კიდე ერთხელ იტყვი და ვისაც ჩაიჭრება ნახავ უშვებს კოსმოსში უარყოფით ენერგიებს რეებს მოდავ ანასტასია რა უარყოფით ენერგიები და კოსმოსი კაცო ხო ეგრე რასაც გაუშვებ კოსმოსში ის და გიბრუნდება ტუალეტში უნდა შევიდე მე და რა ყვირებს კაცო ვაიმე ისევ კუჩში თუა შეკრული ახლა უეჭველი წაიქცა და თავი დაარტყა მაგან ვაიმე ომარიკო როგორ ახარ ხმა გამაგონე არაფერი კოსმოსში ყვირილი გაუშვი აჰა ყვირილი გაუშვი ხო გამოდი ერთი გარეთ გამოდი ვიღაცა კოსმოსში ტირილსაც გაუშვებს როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჩამოშავებული ჩამობნელებული დღეები ჰა კიდე იწვიმებს მიმგონი მეორე თმოსვლა იწყება ვინმე უნდა მოვიდეს დი არა ომარიკო არავინ არ მოდის აღარ შემიძლია ხასიათს მიფუჭებს ეს ამინდი რა ამინდი თუ გახეული მაისური კარის სახელოს რო გამოდი დი ჩვენ ამასწორებელმა გვითხრა რომ როცა შავღრუბელს დაინახავ ჭაკაკუხილი იწყება და გაიქეცით თქვენი მასწავლებელი კიდე რა სად გავიქცე კაცო ოთახებში ხო არ ვირბენ და კიდე ის გვითხრა რომ ჭაკაკუხილი როცა მაგიდიც ქვეშ უნდა შეძვრითო ეგ მიჭის ძურაზეა არაფერი რო არ იცი დედა მესიჯი მოვიდა შუქი ჩაქრებაო რა ვაკეთოთ ახლა საღამოს აუჯი როდის მოვაშუქი დედა ანასტასია რა მითხო უნდა გავერთოთ ომარიკო ვაიმე დედა რაღაცა მომედო ფეხზე რა იყო ეს აუჯი ისევ ჩაგვიიქნება ვაიმე ომარიკო დროზე გაიქეცი შენ თახში და მოხურე კარები ვაიმე გავიქეცი აუ მაგარი დაუფითი ტიპები ბრუსტა ინგა გაიგეთეკლა გურგენიძეს რა უჭურავია ჩემ კლასელ ნიკაზე ნიკა რომელია ანასტასია დედა უშნოდ როც ეყავდა ლეზგინკას ვაიმე ეგ რამ ნახე მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება ხო მაგაზე იჭურავა მთელი კლასი დაცინის თურმე ხო ჩვენ მშობლებმა იქვე დავცინეთ კაცო ბანკეტზე თან დედამისი ხო არ იყო და თავისუფლად ვიცინოდით აუ რა კაია ჩვენ დროულად გადავრიცხეთ ბანკეტის ფული რესტორნის მეპატრონე იჭუბა თურმე მშობლებს დღეს ვაიმე ბანკეტის ფული გადარიცხვა დამავიწყდა გოგო ვაიმე რა გავაკეთო ეხლა დი იმ რესტორნის კაცსა რომ მივხვიდე და მიუტანო ხო აი ხალხი ვაჭორავ ეხლა ვიღაც კაცთან მივიდა ინგა ფულითო დაიცა იქნება მოვიფიქრო რამე ომარიკო რო გავყიდოთ რამე უნდა გამყიდოთ რეებს ლაპარაკობ ანასტასია მაგის დროა ეხლა მაგისთვის შესაფერისი დრო არასოდესაა ესე იგი აჰა თან შაბათი დღეა საქართველოს ბანკის ანგარიშიც არ აქვს ამ კაცს რომელი საუკუნეა ვერ გავიგე რა ვაიმე ჩატში წერე მშობლები რომ მაგრესტონის მეპატრონის მაინც და მაინც კარგი სიტყვები არ უთქვამს ჩვენზე აუ მოვიფიქრე საქართველოს მობილბანკს დაემატა ახალი ფუნქცია ტელეფონის ნომრით გადაურიცხავს სხვა ადამიანს ფულს სხვა ბანკზე და იმავე დღეს მიიღებს ლინკით ფულს მეორე დღემდე დალოდების გარეშეო გეთქო გოგო მე ეგ აქამდე დაიცა ხა დავურეკო იმ რესტორნის მეპატრონეს როინი აი ალო ბატონო როინ გამარჯობა ერთ-ერთი მშობელი ვარ მე გუშინ წირო გქონდა თქვენთან ბანკეტი რესტორანში
მაინც და მაინც კარგ სიტყვებს არ ამბობს. ერთი შენ და სუყური რა, როგორ არის ჩაფლული ტელეფონში. მოგესალმებით. ამ ვიდეოში გასწავლით როგორ ვიმოგზავროთ ბარსელონაში 25 ლარად. რა გინდათ ვიდეოებს უყურებ? ჯე გუშინ იცი რა ვიდეოს მაყურებინა? ლომებმა ირემი დაიჭირეს და დაგლიჯეს. შენ ნორმალური თუ ხარ, რეებს აყურებინებ ბავშვს, კაცო? გეგონება ძალით ვაყურებინე, სანამ ნეკნები არ დატოვეს, იმისგან თვალი არ მოუშორებია ვიდეოსთვის. იმიტომ უყურე, რომ ბუნებაში დაგვავალა მასწავლებელმა ცხოველებზე უყურეთ ვიდეოებსო. მე ის კი რო თქვენ მასწავლებელს ირმის გატყავების ვიდეოებს უყურეთო. ახლა სანამ მე გამიტყავები ხარ თორე თქვენი ოთახები დაალაგეთ. სანაგვეთ რო აქცეული, ერთი ნაგვის მანქანები არ დიაშიგნით, თორე დანარჩენი ყველაფერი ხდება. უმარიკო, მოიცი. ჩემო თახსაც თუ დაალაგებ, საღამოს გაყურებინებ ვიდეოს, როგორ ჭამენ ზებრას ნიანგები მდინარეში. ჯე, ჩვენი კარების საკეტი გაფუჭდა, სულ დაიშალა. ვაიმე, სულ მოძრა უყურე რა. ვიღაც გავაკეთებინებ ახლა ამას დღეს. კიდე კარგად გაძლო მაგ საკეტმა, 2010 წელს რო დააყენე. თქვენ ჩემზეც ეგრე იტყვით რომ მოვკვდები. კიდე კარგა ხანს გაცლო. პროსტა შეხედი როგორ აბუქებს ყველაფერს. აუ, ჯე, ქურდი რა შემოვიდეს ხამე და დაგხოცოს. ეგ ქურდი კი არა, მკვლელი გამოდის ომარიკო. ვაიმე, მეც დავფიქრდი ახლა და საშიშია კაცო ამაღამ დაძინება. მე ვერ გავათინებ, თორე ხვალ საშინელ ხასიათზე ვიქნები. ხო, შენ მარტო გათინებული ღამეების მერე ხარ საშინელ ხასიათზე. თორე დანარჩენად გაცისკროვნებული ხარ და 10-10 დაგთამაშებს სახეზე. და რა სიტყვები ვთქვი, რაღაცა ლექსივით გამოვიდა. ხო და მკვლელი რო შემოვა, ამაღამ მოუყევი. ვერც მე გავათინებ, ჯე, სკოლაში უნდა წავიდე ძირით. კვირას მიდის სკოლაში, კონდეს ახლა ამის იმედი. კი ბატონო, კაცო, მე გავათინებ. დავჯდები აგერ კალიდორში და ეგ იქნება. ვაიმე, რომელი ხარ, კაცო? აუ, ხერხი მარში ჩამატყა პროსტა. აუ, გუშინ ქუჩაში წამივიდა გული და სადღაც პარკინგზე შევარდი. რა? წყალი აღარ მაქვს. გოგო ძალიან დიდხანს ვიყავი მზეზე და გული წამივიდა. რა გამოფხიზლდი ხის ქვეშ ვიყავი სადღაც პარკინგზე. დაპარკინგებული იყავი, ანუ გასაგებია. აუ, მალე უნივერსიტეტში ჩარიცხები დაიდება და ძალიან მეშინია რატომ ხარც. აუ, მე აღარ სხვათა შორის ნოვატორი რა გადავწყვიტე, მაგის მერე ძალიან კიდია უკვე უნივერსიტეტი. გუშინ ვიყავი სხვათა შორის მისული მან და ძალიან მაგარი გარემო დამხვდა. ხო. აუ, ისე მეც შემაინტერესებს რაღაცა იგივე სფერო მოვიდოდი. თიკოში რა გაინტერესებს ვაფშე? 4 დღეც ვიყავის გარდა არაფერზე გილაპარაკია. რეცეპტებზე. აუ, ბაზარი არა და გუში კიდე რანაირი ყავა დაგვალევინე საერთოდ. ციანიდი კონდაო თუ რაღაც. ცედრა, გოგო, ლიმონის ცედრა. ხო მოუხდა. ამ კითხვაზე პასუხისგან თავ შევიკავებ, ყველასთვის ასიაჯობებს. აუ, მე ნოვატორში დამალევინეს გუშინ ყავა, ამ დასიცხული რომ მივედი. აი, გავიგეთ, თეკნო წარმატებისგან პირველი ნაბიჯები გადადგი. Congratulations. აუ, თქვენ უცხოენებზე აბარებთ, ხო? დიახ, გასაგებია. მე უკვე ნოვატორში ვარ. ომარიკო, მიდი რა კვერცხი შემიწვი. რა კვერცხი შეგიწვას, გოგო, ხანძარი მინდა ეხლა სახლში, ძლივს ბორკა გავაკეთე. ადექი და შეიწვი. არცალია, ეროვნულზე ვამატებ უნივერსიტეტებს და ფაკულტეტებს. ხო გინდა რომ სტუდენტი შვილი გყავდეს? მინდა კი არა, უნდა მყავდეს. რეები ჩაწერია ერთი მითხარი. რამე დებილობებს ჩაწერდა. რავი, პირველი ადრე ჩავწერი, მე რაღაცები მიწერია კიდე. ნეტა რამე გრანტი არ გაღებინა ანასტასია, ამ ხელაფულები რო არ ვიხადოთ. ვეცდები რო ავიღო, მაგრამ სექტემბრიდან მე თვითონ ვიმუშავებ და გადავიხდი. ზოგჯერ ისეთ რაღაცა სიტყვი ხოლმე გულში იმედი გაუჩნდება ადამიანს რა. გულში იმედი არ ვიცი, მაგრამ კვერცხს თუ არ შემიწვა, კუჩი რო წყლული გამიჩნდება ნამდვილად ვიცი. დამაცადე ხო? მისმინე, ეგალტე სად არის შორია აქედან? საბურთალოზეა ეგ, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ამას უყურე ერთი. შენ რა იცი, ომარიკო? მე ბევრი რამე ვიცი.
აი მაგალითად ის რომ სალონში დაგვაგვიანდა. დედა გველოდებაო მარიკო შენი პარიკმახერი წავედით აუ სანამ წახოთ კვერცხი შემიწვით რა ჯი რამხელა მაღაზიაში მოვედით სიაც დიდია რა წაიღებს ამ სახლში მე არ ვიცი გამარჯობა ქალბატონო ჩვენი ძიხურით ხომ არ დაინტერესდებოდით დეგუსტაცია შეგიძლიათ გასინჯოთ ხო პოპულარული რომელია ეს ბუზი რომელს მიირთმევს სერველად თუ ახოტნიჩს ვერ ახართ თქვენ რა ვიტუվել რა ბრენდია ვაიმე რა ბუზი წაღა ჩემო მეუღლემ გასინჯა ეს თქვენი ძეხვეული ვაიმე თამაზი საწავიდა შენ არ მომიკვდი ერთ დღესა ყურადღება კარაქების სექციაში მამაკაც გულიერია გთხოვთ მოერიდოთ ტერიტორიას და სუფთავებამდე ვაიმე თამაზი ჯი აი მოგიტანე ზეთი რო გინდოდა კაი ბიჭი ხარო მარიკო რა დაგვრჩა კარაქი ამას სხვაგან ვიყიდი ლუდი ვაიმე რა ლუდი კაცო ვინ ჩამიწერა ეს აქ ვაიმე ანასტასია უნდა ვითრო კოჩილ სახში რომ მივალ ჯი საპონი დაგჭა საყიდელი მოვიტანო ვაიმე კარგი გამახსენო მარიკო ხო იცი რომელიც უნდა იყიდო 72 რვაც ხო ეგ უკაცრავად ბოლო თქვენ ხართ რიგში ნუ თუ ვერ ხვდებით ქალბატონო რო არავინ არ ადგას უუნც რა მითქვან რა ჯი მოვიტანე საპონი 72 წალი. ვაიმე 72%-იანი 72 წალი კი არა. წადი ხა დააბრუნე. ეცბის მოვახცი ანასტასია მოდი მომეხმარე რა. დამდი რაღაცას რატო ატარებ ზოგი ომარიკოს წამოიღო. ვაიმე ომარიკო. ეხლა უხრუაშვილს მოკლავ და ზედ მოვაყრე თავის ეთკვირიან წამწამებს. რეებს ეს კლასის ჩატში ამას ფილერი ხო არ აწუხებს. ხო ვიჩა ფილერი გაიგე და უხრუაშვილმა? ხო გან საიდო თან კითხა საიდან ვიცი? ნახე რა დაწერა ბოლოზარი არ გვინდა გოიმობაო რისთვის ვერ არის სკოლაში 12 წელი ამან უეჭოლა თავის ზომა პერენგი ვერ იშოვა გოგო 2 კილო ნახევარი აქ მომატებული გოგო ალტეს აქ ბოლოზარი მე-12 კლასელებისთვის 21 მაისს ნახე თან რეები იქნება კვება გართობა დიჯეი ჩათვალე რომ მოვდივარ ძალიან ბევრი უნდა ვიცეკო თიკო სათხარ ამდენი ხანი გოგო რავი ოქროაშვილი მელაპარაკებოდა 21-ში ყოფილა რაღაცა ბოლოზარი ალტეში და მან წავიდეთ მე შენ და სალომეო მე ხადავები რა ნაგლი გოგოა პროსტა ოქროაშვილი უიშვეთესი გველი რო ხარ ალბათ ხვდები უკვე ჩუმად რო გეგმავ ყველაფერს მადლობა თქვი რომ ეს კლასში ჩეჩი არ ვაგზავნი აი ასე კი ზუსტად კლასში ჩეჩი გაგზავნი ახლა ეგ ვოისი აუ იმინა დავიღუპე პროსტა მოიცე წავშლი ძალიან დაგვიანია უკვე 16 მაკაცმა ნახა 17 18 19 კაი მოიცე რა მე მოვიფიქროთ რა ვქნა ეხლა ვერაფერს იზავთ მე ბიჭევა წავა კლასში ორშაბათს თიკვარ გააცდინო აუ ჩხუბი არ აქცდება ანასტასია თან ხო იცი ოქროაშვილი რანაირია კაი ხო ნუ პანიკობთ რა მე მოვაგვარებ მაგას ეხლავე ბავშვებმა მოკლედ ანასტასიას იმის თქმა უნდა და რომ რამდენიმე გოგო წავსულიყავით მარტო ალტეში ბოლოზარზე ჩვენ გოიმ კლასებთან არ მინდა უბრალოდ ასე თქვა მეტი არაფერი რა всё ინგე საკუთები გამზადი სკოლიდან გადავდივარ გუში ღამე ცივილკივილით გავიღვიძე და მისით რომ გამოცდაზე დავაგვიანე და მე რუაფში კრიშიდან გადმოვარდი აუ შენ რა დაგაგვიანდეს გამოცდაზე მე მართლა უნდა გადმოხდე კრიშიდან და შენი არ გაცოცხლებს აუ თან ახლა მარტში იწყება რეგისტრაცია უკვე ეროვნულებზე და აზერა ვარ რა გავაკეთო კიდე კაი ვალტეში მაინც დავდივარ და იქვე ხმარებიან აუ ისე მეცალტესი მეძე ვარ მაგაში მაგრამ შენ როგორ მხოლ ხოლმე მან და ანასტასია ლექსე რო ვიღარ მოგიყვანს მანქანით ძალიან ცუდი ხომრობა გამომივიდა იმ ქვეყნად მაინც დაასვენი ადამიანი ალტემდი ავტობუსითაც მოვალ აუ მე კი მოვასვენებ მაგრამ ისეთი რომ ვიღაც ახალი იყოლება უკვე იქაც გაჩენილი ვინმე ანგელოზივით გოგო თან საშინელებებს ვამბობ შენ ადგილას უდაბ თილად ვიქნებოდით ეგ ცუდად არ შემოგვიტრიალდეს ეგ შუტკები მე ცუდად ჯერ არაფერი შემომტრიალებია ქალბატონო აუ გეგონას გდანის პაზემ კაში რო ატყდი ვიდეო გადამიღო და შემოტრიალების დროს წაიკეცი არ გახსოვს კაი ხო მაგის გარდა ერთ წუთი შეყვარებული მირეკავს ხო ლუკა დამშორდა ვა მართლა შენი ყოფილი ცოცხალი მაინც ავიდა ჩემი გარდაიცვალა რა ვქნა განუცადი მაინც თავისებურად ის გოგოებო მეკვრიბათ არ ვითვლები ხო
საწყალი ბაყაყის ფიქრები არავინ არ იცის. აბა როგორ მოგიწვევთ ბავშვებო ეს სიმღერა? კაი, ნუ დიდი ხართ ხო? იმედედა. მას მაგ ბაყაყს მთელი ოჯახი მოუკვდა. კი, ხო იყო ეგ სიმღერაში ნახსენები ბავშვებო. მოდი გავიხსენოთ. ნიანგმა შეჯამა ოჯახი, დარჩა цаრიელი ოთახი. კი, მთელი ოჯახი დაეყუპა. მას დამრეკებელმა გითხრა, რომ ზეიმი მხიარული უნდა იყოს. მე არ გვაქვს მხიარული სიმღერა ლომსაძე? ხუთ სიმღერას რო ვინიღრებთ ბავშვებო, ბოლო იქნება მხიარული. და რა ერქმევა ბოლო სიმღერას მას? ბოლო სიმღერას ვნახოთ. ბოლო სიმღერას ქვია, ხო, ცალთვალა ზებრა. ნეტარანაირად იქნება იქ მხიარული სიმღერა. მას რატო მასწავლებელმაც უნდა იმღეროს ზეიმზე და იმასაც თქვენ ამეცადინებთ? კი, სამწუხაროდ. ბავშვები, მე მგონი არ ირეკება ზარი და ხო არ იმღეროთ ცალთვალა ზებრაც. აი დაიდეკა ზარი მას. კიდე კაი თორე ამას ვეღარ მოვისმენდი. ბავშვებო, წავედით ეზოში დაჭერობანაზე. აბა დაილეწეთ მიდი ახლა თავპიდი. ნიტა ერთ ვინ გისმენს? შტერი ჩერჩეტები. მე გისმენდით მას. ოკეი, ერთი გაჩერდი ახლა. წადი მიდი ითამაშე შენც. ჩერჩეტების დედოფალი. ეგეც გავიგე მას. ანასტაზიას ნაუშნიკები მოუპარე და არაფერი უთხრა. აბა დროზე უკან დაიდოს ეგ. კაი გოგო, რა იყო შენ კიდე კონდეს ცოტა ხანი ბავშვია. სად მიბრძანდები შენ ქალბატონო? გოგო, ჩულკი არ გაწვია, გაიყინები ეგრე. რე ჩულკი. რა იყო პირველად გაიგე? ყინვაში რომ მარტო შარვლით გადიხარ გარეთ. თან ნახედი დახეული შარვალი რო აცვია. ხო, ამოჯიჯგნილი. აბა ჩემ დროს გენაცვალე, ჩულკი და ქვედაბოლო თუ არ გეცო სადა რამე შემოგხედავდა. ხო, შენ ამდენად შემოგხედა შენ მაქმარმა. არა, ამასთან არაფერი არ უნდა თქვა რა. ხო და საიდუმლოების შენახვა არ იცის კიდე საერთოდ. გუშინი უთხარი კარაქი ამპურებს ავჭამ და ემრიდან ყრი მეთქი. და უთქვია უკვე შენთვის. რა კარაქი ამპურებს რომარიკო აივნიდან? ძაღლებმა რო ჭამონ. ძაღლებს მოგცემ მე შენ. ძვირფას 7 ლარიანი კარაქი. მე საიდუმლოებს იდეალურად ვინახავ. სკივს მეძახიან გოგოები. ხო, ინახავ როგორ არა. როგორ გთხოვე, ბავშვს არ უთხრა სოფელში მზიარბებო ძაღლი რომ მოუკვდა მეთქი. მაგრამ უთხარი უკვე და. რა? ჩაპა მოკვდა? ბავშვებო, სიგარეტის კოლოფი ვიპოვე. სუსავსეა. მოდით გავყიდოთ სიგარეტი ძალიან ძვირი ღირს. რა უნდა გაყიდო, მაგით რო პოლიციელმა დაგინახოს დაგიჭერენ. ომარიკო, რას აკეთებთ მან? თამაშობთ? ჭკვენად იყავით იცოდე. კი, ვთამაშობთ, ინგადეიდა. დე, მალე მოვალ სახლში. დე, კარტოფილს შემიწვავ? დე! აუ, რაც არ უნდა ხოლმე არ ესმის. ამ სიგარეტს რა უყოთ ეხლა? აუ, რომ უწიოთ? გაგიჟდი რა უნდა მოწიო, არ შეიძლება. დედა ჩემი ეწევა და სახლში საშინელი სუნი დგება ხოლმე. მე ხველება ეწყება. ხო, ვერ იცუნთქებს ადამიანი და გაიგუდება. თან ვარსო ისედაც ვერ სუნთქავს ცხვირით. მე მაინც მინდა, ერთი ცალი უნდა მოუწიო. საში კალკამე მაგ დედა ჩემს მოუპარე დილით. მეთქი აღარ მოწევს თქო, მაგრამ მე გასქურაზე მოუკიდა. მოუკიდე ვასო? მოწია აბა მიდი. იგუდება, გვეშველეთ! ინგა რა მოხდა? რა მოხდებოდა ნინო, გამოყრიან ბავშვებს გარეთ და ყურადღების მიმცემი აღარ არის, მე აღარ ავინ. წამოდი ომარიკო, ეს ოქრო მყავს მე. აუ, დე სკოლაში გამეკუა და ბავშვებმა დამცინეს. რა იყო მე არა უშავს? სახში ხო დაგცინით ხოლმე. არა უშავს ახლა ომარიკო ძალით ხო არ გინდოდა. ხო არ გინდოდა. ო, არა, დაჭერობანას თამაშობდი და სკამს რო გადავახტი მაგ დროს იმას საქმე. ხო, ამიტომ ჭკუის სასწავლებელი იქნება. დაჭერობანა აღარ უნდა ითამაშო. ხო და აღარც კინოს აღარ უნდა უყურო. გუშინაც ეგრე დაგემართა ფილმს რო უყურებდით. ეგ როგორ გაიგე ჩუმა თქვენი?
არ გამიგია. ვიგრძენი. კარგით ახლა ხო აღარავის აღარ ემახსოვრება ეგ ხვალ, კაცო. აი რატომ მასწავლებელი მწერს? ინგა გამარჯობა ჩემო კარგო, ცოტა უხერხული კია, მაგრამ მომარიკო დაეჩვი ამ ბოლო დროს გაზების გაშვება სკოლაში და თუ რაიმე პრობლემა აქვს, ბავშვს იქნება ექიმთან მიგეყვანათ. აუ, ყველას ემახსოვრება მასწავლებელსაც გაუგია. ჩემი კლასელი გიორგი ეტყოდა. მე არ იცი მაგ დროს რა უნდა უქნა მაგ გიორგის. თუმცა რაც გასწავლი გწოდნია უკვე. ეს ცუდი გაჩვენდით ახლა. რატო მასწავლებელო გამარჯობა. ომარიკოს ყველაფერი წესრიგში აქვს, სხვა არავინ არ დააბულინგოს ბავშვის სკოლაში, თორე ვინ მოხდება საავადმყოფოში, მაგასაც ვნახავთ. საღო ლინგა გავიმარჯვეთ. ომარიკო მიდი გაგვიკვირე ერთი გამარჯვების ნიშნად. რა იყო ვიხუმრე? აუ, ჯე ჰარი პოტერის სკოლაში მაჭარე რა, ძალიან მინდა. სად არის სკოლა ომარიკო? აქვე თუ გდანში და თემქაზე კი ბატონო. პარკეთილებში და საბურთალოებზე მე ვერ მივვლი ნამდვილად. კი ინგა აქვეა ეგ სკოლა, დიდ ბრიტანეთში. აუ, ჩოჩოქარი გავხვდები და შელოცებს ვისწავლი. ვაიმე, შელოცვაზე გამახსენდა, ეხლა ჩვენ სოფელში იყო ხოლმე ერთი ქალი. ვიოლა ერქვა, მკითხაობდა ხოლმე და მთელი სოფლის გოგოები მაგით გათხოვდნენ. რომ მივხვიდოდი ასეთი სუფთა ხელის გული უნდა გეჩვერებინა და დაინახავდა საბედოს. რა ვიცი, რაღა მემივედინა და ბინძური ხელებით. ომარიკო, რამე შელოცვა არ იცი, ინგას რო წიგნი გააგდებინო ხელიდან? საჭმელიც კი არ გაუკეთებია. ვაიმე, მართლა რო ვერ გავაგდე ხელიდან ისე იკითხება რა. კაცო, ქართველი ბიჭის წიგნია ეხლა დაწერა 22 წლის ბიჭმა. რა ქვია? დასაწყისის დასასრული, ხო? დედა რეები ხდება. გასაგებია. ომარიკო, დებილი ვიქნევ მაგ ჯოხს. რამე უბედურებაში არ გაეხვი. ბევრ შელოცვას რო ვისწავლი, მერე ვოლდემორტს შევებრძოლები. არა დეგენერატი არ არის ეხლა ეს. ვის უნდა ეჭიდაო, ბიჭო, იქნება მოიტეხო რაღაცა. აუ, შელოცვა როგორ არის? ბომბარდა! შტეფცელია ფეთქდა პროსტა. ჩართე ეხლა იქ ფილმი ანასტასია დავიღალე, კაცო. ინგა. მოდი ლია აქეთ ვართ. ინგა ნახე მოვიტანე ბატეტუბი. უი რა კაია ბატიბუტი, თან შენი გაკეთებული გოგო. ამ კინოსაწერია რომ საშინელებათა ჟანრიაო და რას ნიშნავს? რას ნიშნავს ომარიკო და აი ვაიმე მოკლეს ემილი. ვაიმე. კაი ინგა რა იყო ფილმია უბრალოდ. აი იმ კაცს რო უჭერავს ზუსტად ეგეთი დანაშა ერჭო ჩემ ქმარს ნაცნავში. დროული გახსენება იყო ძალიან. რა ხდება ეს ქალი ხო მოკლეს წეღან? რაინაღლება მოვიდოდა საფლავიდან. ჭკუა დაუშლის თუ რა? ამ კაცს რატო უნდა რომ ეს ბავშვი მოკლას? რატო ომარიკო და გაკვეთილებს არ სწავლობდა და დედას აბრაზებდა. მოიცადე დაიძაბა სიტუაცია. აუ, ნაჯახი ჩაარტყა პროსტა. ვაიმე რა არის ეს რა ფილმი ჩართი ანასტასია? ტიტანიკის ყურება მინდოდა კაცო, მეთქი ერთი ორს ვიტირებთქო. ვიტირე მერე. რაც მე დავთვალე 12 ადამიანი მოკვდა უკვე ამ ფილმში. ემილიც მოკლეს უკვე და იმას გახედეთ რა, მეცადინეობა რო დაიწყო. ვაიმე ემილი. ემილიც ცოცხალია. ლია დედა დარწმუნებული ხართ რომ გარდაიცვალა თქვენი ქმარი? უკვე აღარაფერი ვიცი. ანასტასია დედამ საჩუქრები მოგვიტანა. ვაიმე მართლაც რო საჩუქრები რა, ისე ტავარს მივაგენი შუა ვაკეში. აბაშიძის 10 ნომერში. თოვლის ინგაც მოსულა, და იყიდება მოჩვენი. ნახე, მან დავდე როგორი იუბკა ვიყიდე ზამთრისთვის, არაჩვეულებრივი რა. გოგო, ლილოს ფასები ქონდა მაგ მაღაზიას, კაცო. რა ერქვა? მელოგრანო ხო? ცოტა ახლა შენი სწავლის ფული ჩემო მეხარჯა. სამაგალითო მშობელი ხარ. ტანსაცმელი ამჯობინე შვილის განათლებას. კაი არა უშავს დავამატებ მერე ცოტა ხანში. სამაგეროთ ნახე რა შარვალი გიყიდე, რო არავის არ ეცმება. არ არსებობს. ზუსტად ეს შარვალი მქონდა ტელეფონში დასკრინული. ვიცი ხო, კაცო, მაგიტო კი. რაღაც არ მომეწონა ეგ დაუსრულებელი წინადადება. ვაიმე დაუსრულებელზე გამახსენდა. ვინ შემთხვევა თუ იცი მაგ მაღაზიაში? კეთინო დეგენერატი, ომარიკოს კლასელის დედა. რო არ დასრულდა ჩემი და მაგის შეხვედრები რა. რა იყო მე შოპინგობდა ადამიანი?
რა იყო და იმდენი რაღაცა იყიდა გაოფლიან და საწყალი კონსულტანტი მაგეების გატარებით. როგორ შეიძლება, კაცო? აბა საწყალი კონსულტანტი, სულ მაგაზე ნერვიულობ. აუ ძემერა მიყიდე მაჩვენერა. სუტყვილად გიხარია ომარიკო, მაგ მაღაზიაში მარტო ქალისტანსაცმელია. შენ ხო გიყიდა კაცო ახლები. აუ მე რა კიდე მინდოდა, ამას ჩავიცმევ მე. რა შეიცმევ, კაცო, ჩემი უბკაა ეგ. ვაიმე დედა. შეხედე, კი მოუხდა ისე, ხო იცი? აბა გოგოებო დაწერეთ ხო თემა, ქალთა სახეები ვეფხის ტყაოსანში. აუ ეგ მე დავწერე, მასთან სამივეზე, თინათინზეც, ნესტანზეც და დარეჯანზეც. ყოჩა ხთეკლა, ნული ქულა. აუ რა მაგრა გაიდით მამას. ასე უყურადღებოთ რომ დამიწერთ იქაც გაგინოლდებათ და ჩაიჭრებით გამოცდაში. აუ ისე მას ამხელა რაღაცას შეგვასწავლდნენ, იქნება საერთოდ არ ხდება გამოცდაზე, ხა? თეკლა რისკიანი გოგოა მას, ისე ხდება სამბიჯს ერთდროულად, რომ ჯერ ვერც ერთმა ვერ გაუგო. თია მას ქაჯეთის ციხის აღება რა იყო, ეგ როგორ დასრულდა, მოგვიყევით რა. თამთა მე მეკითხები მაგას შვილო, ეგ თქვენ უნდა გესწავლათ დღეს როგორც მახსოვს. მოიცა ერთწუთი დაასტოპეთ რა. ქაჯეთის ციხე იყო ეგეთი ადგილი? კი და შეგნით ქაჯები ცხოვრობდნენ. შვენაირები. კარგით გოგოებო, დღეს პატარა შეჯიბრება უნდა მოვაწყოთ, ერთი წუთი. რა შევეჯიბრებით მას? ჭიდაობაში. რა შუნა შევეჯიბრო ქართულის გაკვეთილზე? ხო, კითხვებზე პასუხში ვეჯიბრებით გოგოებო. აქეთ იქნებიან თიკო და ანასტასია და აქეთ თამთა და თეკლა მეორე ჯგუფი. დავიწყოთ აბა. აუ მას მაინც ამათ მოაგებინეთ, არა და ჩვენც გიპასუხეთ შეკითხვებზე. კი, მიპასუხეთ თეკლა, 4 კითხვაზე. 20-დან 4-ზე. მას ანგარიში რო გაიმეოროთ თუ შეიძლება. 17-4. ხედავ თეკლა, ბოროცესწრია, კეთილმან არსება მისი გრძელია. ისტორიის გამოცდაც დავხიე მას, ბერძნული კოლონიზაცია შემხვდა. ხადაობ, აუ, დეიდა ჩემია საბერძნეთში და კითხოთ თუ გინდა რაღაცეები. აი მე ერთი წუთი თეკლა, ანასტასია ეგ ძალიან კარგია და სხვა საკითხები რაზე იყო? მეორე მსოფლიო ომი ნახდათ მახსოვს მას, დანარჩენებსაც გავიხსენებ. აუ მეორე მსოფლიო ომი, მან ჩემი დიდი ბაბუაა დაღუპული. უბრალოდ დაიკარგა და ვეღარ იპოვეს. შეიძლება რომ ცოცხალიცაა ჯერ არ ვიცით. დედა ანასტასია გამოხვედი უკვე, როგორ წერე? კარგად წერი ძა, შესაძლოა იყო სირბილით რომ მოხვედი. აი მე დედა. სკოლის გვერდზე საცხობია და მარიკო მყავს კაცო, მან ლობიანს ვაჭმევ აქვს და ეხაც მცხობელს დაუტოვე და გამოვიქეცი. ეხლა თიკოში სული და მაგას ველოდები, მე თეკლაში დის 3 საათზე. წადი თქვენ სახლში და საღამოს მოვალ და მოგიყვები. მოკლედ ეხლა ვფიქრობ 3 საათზე რა შეიძლება მოვიდეს თეკლას ვარიანტში. აუ მას თბილისში ვიცი ძალიან მაგარი მკითხავი, ყავაზე ხედავს ყველაფერს, მაგას არ წავიდე. თეკ თვითონ საბერძნეთში რო წახვიდე და ორაკულს კითხო. მოიცადეთ ერთი წუთი, თუ საბერძნეთი მოვიდა ანასტასია შენ ვარიანტში, ხო? თეკლა შენთან შეიძლება მოვიდეს ირანი. გადაიმეორე იცოდე ძალიან კარგად. კარგით მას ირანი. აუ იმყავს ირანში. გამარჯობა რა შევკვეთავთ? გამარჯობა, მე ერთი ცეზარი და ერთი ალუბლისწვენი თუ შეიძლება. კი ბატონო და თქვენი შვილისთვის? რა ჩემი შვილი, ჩემი მეუღლეა. უკაცრავად თქვენ ესინებებთ. მე ერთი კარბონარა და ერთი ამერიკანო რა უშაქროთ. კი ბატონო ახლავე. დესერტსაც ხომ არ მიირთმევთ? აუ რა გვინდა დესერტი? კაი არ გვინდა იყოს. რა ნერი მიმტანია. აუ ნინი ისეთი წვილი შემოვიდა რომ იმ გოგოს ქმარი შვილი მეგონა. გოგო ეგენი ძალიან ხშირად შემოდიან აქ და თუ გინდა მაგათ მიმომსახურები და შენ თელს მიეხმარე. გოგო ვერ ვიპოვეთ მე დათიო მიმსაფულის პატრონი და ისესლარიანი გავინაწილეთ. შენი წილი შავი ჯიბეს ჩაკიდე მეორეში. ჯიგარი ხარ. კაი მაგათ მე მომსახურები და მიდი შენ მეორე მაგიდას მომსახურე ახლა რა შემოვიდნენ. ხო კაი გოგო ანასტასია, მალე ითვისებს ძალიან. მოგესალმებით, რა სინებებთ? მე ორაკული ტკბილცხარე საუსით. მე სტეიქს ავიღებ მედიუმ რეარს და ორი ყავაც რა. გასაგებია. ვარდებსაც მოგართმევთ ცოტა ხანში და სანთლებსაც ავანთებთ, მეტი რომანტიკისთვის. რა სანთლებს აანდებთ და ძმა ვართ ჩვენ?
ლია რა შვები? გამოდი გოგო ყავა დავლივთ არ გინდა? კაი მიდი ხო. ვაიმე გეხვეწები ყავა გამოიყოლე რა, კი აღარა მაქვს. მაგერიტა პატიჟება ძალიან. ყავაზე იპატიჟები და ყავა არა გაქვს. ხელი მაქვს სამაგიეროდ. წაღმაც და ხელუკუღმაც. ღმერთო ეს ძალადობრივი მეთოდები, როდის უნდა დასრულდეს? ინგა, გოგო აი მოვიტანე პირდაპირ მადუყარით და დაადგე. ლია თქვენ აივანზე რომ ამოვარდეთ ბავშვებს ბურთი, როდის უნდა მისცეთ? ბურთს ხვალ მივცა მომადიკო, დღეს თავი მტკივა და კიდე ეხმაურებენ. ვასო ხვალ გამოდის სათამაშოთ, ხვალ მოგცემს ბურთს. ხო. ლია აქეთ გამოდი აქ დავლიოთ რა, სამზარეულოში ცხელა ძალიან. ხო. ეს ძალიან კარგი ყავა, დედუბეში ვაფქვევინებ ხოლმე, იქ ძალიან კარგი ქალია. ой, არა, მე ქვემოთ ვაფქვევინებ ხოლმე გოგო ჩვენთან მაღაზიაში, ხო? ომარიკო, რატო ფხაკუნობ კაცო სამზარეულოში, რა გინდა? ვიპოვე ყავა გქონია. უი, გქონია. კიდე რა ომარიკო, იცი ინგას? ხელი. წაღმე და ხელი უკუღმა. აუ, ძალიან მაგარი რაღაცა მოვიტანე პროსტა. სად იყავი გოგო, გული რო გაქვს ამოვარდნილი? ვეღარ სუნთქავს კაცო. ნახე რა მაგარი ნაძვის ხე დავითრიე. კურიერმა მოვიტანა და გამოვართვი. საქართველოსშია წარმოებული და ხელნაკეთია თან. აუ რა მაგარია. ჩემი თახში დავდგა შეიძლება? შენ ოთახში კი არა, ბიჭო, დავდგავთ აგერ ზალაში. დედა. ერთი კვირა გეხოცები ნაძვის ხე დავდგათ მეთქი. ხო არ გინდოდა? ხო და დავიდგავ ამას ჩემ ოთახში. როგორ არ მინდოდა, მაგრამ ის ძალიან ძღონკი ნაძვის ხეა, კენაცვალე. ეს კიდე ნახე რა ლამაზია. ტყუილად ეფერები, ჩემ ოთახში ვდგავ. ომარიკო შენ კიდე ძველი ახალწელს დაგიდგავ, კაი? აუ კი ძალიან მაგარია. ომარიკო მიდი აბა შეერთე გავტესტოთ. თან 16 ფერში ანათებს, იცი? თავისი პულტი აქვს. შეგიძლია რომ აციმციმო. აუ ძალიან მაგარია პროსტა. ჩემ მეგობრებს არავის არ ექნება ესეთი ნაძვის ხე. იყიდონ მე ხوار უშლი. Instagram და Facebook გვერდებია, მიწერენ და არჩევენ როგორცაც უნდათ. მიუტანს მე კურიერის სახში. ანასტასია, ესე იგი არ დგავ ხო მაგას ზალაში? კი ბატონო, გამოვიტან მაშინ მე იმ ძველს. ტრიანს მძიმეროა და 3 საათი რომ უნდა აწყობას. ინგა ორივე ვიცით რომ ეგ ნიანგის ცრემლებია. ვაიმე თუ არ დადგავ ერთი შენი ჭირი მე რა. ანასტასია, ვიდაუცინია. ამას მე წავიღებ მაშინ. ციფრია გინთო, გამოგიჭიდი. ახალი წელი მოვიდა, გავისროლოთ ხლაპუშკა. აი 2 წუთი ომარიკო და გავისროლოთ კი. აბა მანამდე სადღე გძელო, ანასტასია გითხარი რამე. ალავერ ჩვენთან ვარ ჩემოინგა. წარმატების მომტანი წელი ყოფილი იყოს და გამოცდები ჩავაბორო ზაფხულში. ნამდვილად და მასწავლებლებში გადახდილი ფული ქარს არ წაეღოს. გაგვიმარჯოს. შეიძლება მე ვეღარ მოვესწრო მომდევნო ახალ წელს, მაგრამ თქვენ მეყოლეთ შუა ჩამოთელავთ. ბებო, ეგრე ამბობდი შენ შარშანა, შეიძლება ვეღარ მოვესწრო, მაგრამ კი ხარაგერ. დამაყვედრეთ სიცოცხლე, ხო, დამაყვედრეთ. მოხუცქავს. მეკვლევინ იქნება ნეტა წელს. ძალიან საინტერესოა. წელს ვინ მოვა არ ვიცი, მაგრამ შაშარო პირდაღებული დავჭი ეგ ნამდვილად მახსოვს. ნუნუ რო იყო კაცო მოსული, ნუნუ, ცალით რკმელი რო აქვს. რო კითხო ვერ დადის და მეხუთე სართულზე ფეხით იყო ამოსული მეკვლეთ. რა გინდა მე მშვენიერი ფეხი ქონდა, ყველანი ცოცხლები ვართ. ხო ახლა კიდე კაი მეკვლიე როცა ხარ მარჯვენა ფეხით უნდა შემოხვიდე თორე, მაგას ის მარცხენა ფეხი სულ დასიებული აქვს. აუ როდის გავისროლოთ ხლაპუშკა? მიდი ხო გაისროლე, გადი აივანზე. ანასტასია გაყევი რა კიდე მოპირდაპირ კორპუსის ბინაში შეაგდოს კაცო. ციხეს გადავჭით მაშინ. დედა რაღვინო არის ესა ინგა მესამე ჩემდი ვარ უკვე ტუმალებში. გააღემიძი მე მგონი მოვიდა მეკუნე. დედა შედი კაცო რა იყო ფასიანი კი არ არის ეგ ტუალეტი. მამუკა? აბანოში შევდივარ მე და თუ იმის რამე გიდეთ მოითავეთ ბარემ. მერე რო არ ამაწიოკოთ იქ. ხო, შენ ახლა მოინდომი აბანოში შესვლა. ლია რო უნდა გადმოვიდეს, მეთქი ყავას მოგვიდუღებს თქო.
კი ბატონო. ინგა. აი მოვიდა ლიადეიდაც. შევედი მიაბანოში. შობას გილოცავ ინგაი პეროგი მოგიტანე. მეც გილოცავ ლია გაიხარე. შენ პეროგის გარეშე არ შემოხვიდე მოკლედ, ხო? გაიგონა პეროგი მორბის საშბატონი. აი. აუდია ვიღებ, ხელები დაბანილი მაქვს. რა დაბანილიო, მარიკო, ხალიჩაზე გორაობდი ეხლა. აიღე ხო? ფაქტორებიც საჭიროა ზოგჯერ კაცო. ჩემი შვილიც სული ატაკიდან ჭამდა ხოლმე. ხო, ერთი ვის არ უჭამია. გოგო, რაღაცა ხმაური გამოდიოდა გუშინ შენგან, ჰა? კი წუხელის რო დავანთე ფანჯარასთან სანთელი დამავიწყდა. ცეცხლი წაეკიდა ფარდას და სულ დაიწვა. გადარჩენილ ხარ, გოგო? დედა. ყავას ხოდალევ. კი 2 პესოკი ჩამიყვარე. აუდია კიდე შევჭამ. ოღონ შენ ჭამე შვილო და პირს არ დავაკარებ მე. კაი მაშინ 2 წელს ავიღებ. აბა ეხლა მოუსვი აქედან. ჩემი შვილი ჩამოდის ხვალ 3 დღით. მე კიდე დამწვერი ფარდა უნდა დავაღვიძრო. არა უშავს ხო ახლა რა სიზავ კაცო. დაიცა რაღაცა წერენო მარკოს მშობლების ჩატში. გოგოებო საშობაოთ მასწავლებელს რა ვაჩუქოთ? ვერ არიან ესენი კარგად ხო იცი? გოგოებო მე მაქვს საჩუქრის იდეა. წელთაღრიცხვა დავიწყოთ თავიდან, წელთაღრიცხვა. დეგენერატები კაცო. თიკო მოგიტანე წყალი. მოგატყუე. კაი ხო ეხლა მართლა მოგიტანე. აუ გული გამისკდა პროსტა ეს ზედა ვიყიდე ხვალინდელი ისტორიის ვორქშოპისთვის ალტე უნივერსიტეტში როა. 25 ხო ხვალ არის. ხო ხვალ არის და 5 თებერვალს აქვს კიდე არ დაგვავიწყდეს. ისტორიის მასწმა მითხეთ ეკლეთ წაიყვანე თუ. მაგრამ დამავიწყდა მეთქი ვეტყვი. გოგო თეკლამ რა გააკეთე ნახე? მაგათ ხო აქვს Facebook ჯგუფი. აბიტურიენტების კლუბი როა რა და მან დაპოსტირა თეკლა გაჩთულა რაღაცა ამბასადორად. აუ თეკლა ყველგან ეტენება უკვე. ჩვენ კიდე არაფერში არ გვიმართლებს. თიკო აი მოგიტანე. კიდე მოგატყუე. всё ეხლა მოგიტანე. აუ მარიკო ძალიან მაგრებს ჩითავს ხო? ძალიან საცილო ბავშვია. ეს შე როცა მოდიხარ ხოლმე სახში მაშინ თანცარებს თუ რინგა რო იყოს ახლა სახში კუნძივით იჯდებოდა. ხმას ვერ გაიგებდი. ხადაო, სტარტაპ ღონისძიებები იქნება ალტე უნივერსიტეტმა. მე ხო ბიზნესზე ვაბარებ მანდ. ხო ეგენი გეხმარებიან ბიზნესის თემებში და რო ისწავლი მე იქნება შენ დაეხმარო ინგას. 5 თვეა თონის გახსნა უნდა უბანში და თავი ვერ მოაბა. აჰა, თიკო დალიე. კიდე მოგატყუ. ომარიკო, აბა ეხლა აუდია ქედან. დროზე. ვიღაცამ ყვავილები გამომიგზავნა. თაყვანის მცემელი წყოლია ქალბატონს. ვინ გამოგიგზავნა? ვიღაცამ მეთქი. ესე იგი მე თუნდაც არ ვიცი ვინ არის. ანასტასია მაგთა იგურში შოკოლადი არ დევს. შოკოლადი არა, მანქანის გასაღები დევს კიდე. თიკო სასწრაფო შეკრებაა ჩემთან სახში. ნახევარსაათ ჩვენ უფრო ადრე რა როგორც გინდა. ანასტასია თიკო მოვიდა. მიდი შვილო შედი ოთახშია და. ყავას აღარ გთავაზობ ეხლა თიკო აგენდომება და. აუ ვაინათებს პროსტა. თიკო მოხვედი, გადაწიეფარდები. ანასტასია რა მოხდა? თეკლა გურგენძე და ლექსო შერიგდნენ ხო უეჭველი? არა, ვაფშე სხვა რაღაცა, მაგრამ ეგ თეორიაც განვიხილოთ მე. ნახე რა გამომიგზავნეს. ხადაო, ბეს ხო იცი რომელი ყვავილებიც არის, ლავ ჰერ როა მაგათია. ვიცი ხო, ესეთი განათებული თაიგულები მარტო მაგათ აქვთ. მაგრამ აქ მარტო იწერია მუდამ შენს გვერდით. აზია რა ვერ მოიტანა. უეჭველი ის ტიპია გვერდზე კორპუსში რა ცხოვრობს, მაგის მოტანილი მგონია მეს. არა მგონია, მაგას ხლაპუშკა უფეთქ დაახარწეს ხელში და ვაფშე ხელები აღარა აქვს. ეგ ვერ მოიტანდა. ყოველ შემთხვევაში საკუთარი ხელით. ანასტასია იქნებ შეეშალეთ და შენი არ არის ეგ ყვავილები. ჩემი სახელია წედია ბარაცი. და შენ ვაფშე რა დაგვისმენ კარებთან? დროზე იხლა. მე რა სამბობ. მაშინ ის იქნება გოგო, მელოტი დატბრო გეპრანჭებოდა ხოლმე. აუ შენ ძალიან მაგრაღა დაუp ხო? არ არსებობს დაფარული ნომერი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, მიიღო ჩემი საჩუქარი. ესეც შურის ძიება, ახალწელს რომ ესროლი აივნი და ხლაპუშკა. კაცნი. თეკლა კბილებზე პომადა გისვია. პომადა არ არის, ეს უბრალოდ ჭარხალი ვჭამე სახლში. კარგით აბა გოგოებო დავიწყოთ გამოკითხვა. დღეს სასწავლოთ რა გქონდა? საფრანგეთ, ინგლისის, სომი, ხო? დიახ, მას მე ვისწავლე.
ძალიან კარგი. აბა თეკლა პირველი კითხვა. რომელ წელს დაიწყო საფრანგეთ-ინგლისის აი ეს 100 წლიანი ომი? 1000 ამას მეტი აღარ მახსოვს, მაგრამ უეჭველო ვიცი რომ 1000-ით იწყებოდა. ეგ არის ნასწავლი გაკვეთილი შვილო. მოგვადგა გამოწვდების კარზე უკვე და მაგიტომ მიიღე ტესტში 19 ქულა. ანასტასია მიპასუხე აბა მიდი შენ. 1327 წელს მას ინგლისმა დაიწყო. ძალიან კარგი. აბა ეხლა რომელს გახსოვთ საფრანგეთის რომელი მეფე გარდაიცვალა აი ამ ომის დაწყებამდე? ფილიპე მეოთხე ლამაზი მას. ძალიან იცი ახლა შემამაზი იყო თუ არა ეგ კაცი. კი შვილო ასე ქვია ფილიპე მეოთხე ლამაზი. Philippe Quatrième le Bel, ასე გამოითქმის ფრანგულად. კარგით, აბა ხომ არ იცით ვინ არის ჟანა დარკი? მას ჩემი მეზობელია მგონი ეგ ქალი. აი მე რა მეზობელი შვილო მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა ეგ ქალი. ანასტასია გისმენ. ჟანა დარკი გლეხის ქალი იყო მას, მაგის დამსახურებით მოიგო საფრანგეთმა ეს ომი. კი ბატონო და რა ბედი ეწია ჟანა დარკს? კოცონზე დაწვეს მას, ცეცხლი წაუკიდეს. ჩემს სოფელში დაწვეს ეგრე კაცონზე ერთი კაცი, ძალიან საშინელება იყო. ჰარი პოტერის სკოლაში მაჭარე რა, ძალიან მინდა. სად არის სკოლა ომარიკო? აქვე თუ გდანში და თემქაზე კი ბატონო. ბარკეთილებში და საბურთალოებზე მე ვერ ვივლი ნამდვილად. კი ინგა აქვეა ეგ სკოლა, დიდ ბრიტანეთში. ჩოჯოქარი გავხვდები და შელოცვებს ვისწავლი. ვაიმე შელოცვაზე გამახსენდა ეხლა ჩვენ სოფელში იყო ხოლმე ერთი ქალი. ვიოლა ერქვა, მკითხაობდა ხოლმე და მთელი სოფლის გოგოები მაგით გათხოვდნენ. რომ მიხვიდოდი ასეთი სუფთა ხელის გული უნდა გეჩვერებინა და დაინახავდა საბედოს. რა ვიცი რაღა მემივედინა და ბინძური ხელებით. ომარიკო რა მე შელოცვა არ იცი ინგას რო წიგნი გააგდებინო ხელიდან? საჭმელიც კი არ გაუკეთებია. ვაიმე მართლა რო ვერ გავაგდე ხელიდან ისე იკითხება რა. კაცო ქართველი ბიჭის წიგნია ეხლა დაწერა 22 წლის ბიჭმა. რა ქვია? დასაწყისის დასასრული ხო? დედა რეები ხდება. გასაგებია. ომარიკო დებილი ვით მივიქნევ მაგ ჯოხს. რა მე უბედურებაში არ გაეხვი. ბეუშელოცვას რო ვისწავლი, მე ვოლდემორტს შევებრძოლები. არა დეგენერატი არ არის ეხლა ეს. ვის უნდა ეჭიდაო ბიჭო იქნება მოიტეხო რაღაცა. შელოცვა როგორ არის? ბომბარდა. შტეფცელია ფეთქდა. მამუკა რა მოგიყვანა გეკითხები? რა იყო ბავშვების სანახავად მოვედი რა? დაგაგვიანდა ცოტა 9 წელი. სად იყავი აქამდე გეკითხები? თუ საცივის ჭამა მოგინდა და მაგიტომ მოხვედი ეხლა. რასად ვიყავი მეცხო უნდა გამიგოა რა. აიმე, გაგიგო კი არა. ამ პისტოლეტს ხო ხედავ. აქ აღარ დაგინახო მოსული, თორე ტყვია იქ მოგხვდება. რის დამსახურებაც ახლა ორი შვილი მყავს მე სახლში. დროზე. ინ გამომიდა შვილო მეკვლე ვინ იყო? მე რა ვიცი ვიღაც დეგენერატი იყო. მოვა კაცო მეკვლეც დაველოდოთ. დი რა მაგარი ხლაპუშკა იყო იცი? მაგრამ ანასტასიამ ბესეთკას დაუმიზნე და იქ ესროლა. თეკლე გურგენიძე იდგა ქვემოთ და ამ შანს ხელიდან ვერ გაუშვებდი. ინგა გამოიტანე მიდის გადამალული გოზი ნაყირო გაქ. ჩემ გაკეთებული თუ არ მაჭამე. აბა მიირთვით. ომარიკო შოკოლადის 3 ცალზე მეტი არ შეჭამო. თორე შარშანდელივით ორდღიანი გულისრება გამოწერილი გაქვს იცოდე. გვიანია უკვე მეშვიდეს ჭამს. თეკლამ ჩამიგდო ვოისი. დავინახე ქალბატონი რა შემესწავლა აიუნიდან. შურის ძიებას ელოდე. აბა მოდით ახლა სუფრასთან და მოვა მეკვლეც. აი მეკვლეა. აბა მოვიდა. ვაიმე ნუნუ, ისო ნუნუ მოვიდა ხალხო. მოდი გენაცვალე, გაიხარე მეც გილოცა მრავალს დაესწარი. აი დედა ჩემიც არის ჩამოსული. მოდი. აი მე რას დავეძებ, ისო მარცხენა ფეხი არის დასიებული. ტილები მყავს მე მგონი. გამარჯობა ინგადეიდა, რავი თავად ხო ხართ კარგად. ყოველი ლექსის სწავლის დროს კუჭი ეშლება ნერვიულობით. აბა ეხლა მეორე სტროფი ვნახოთ. ჩხა ჯაგანი აკიდო ზვრებში ბავშვებს ელიან. გაიმეორე მიდი აბა. ეხლა ცოცხლად შეგაჭმევ მაგ თავს. მე ძბრიან წინდებს მოგიტან ეხლა, შენ იქ პარაცეტამოლი დალია მანდამდე. შებული იყო. კუჭი მტკივა და მიბუყბუყებს.
შემომხედე ხა და თვალებში აუ დაილეცა ყველაფერი. დედა ეს გრაგნილი რამ დაგაწერიდო მარიკო თოვლის პაპაა ეს ის კი არა რა ქვია მილიონერი. მე რა იყო შვილოს მე არ გაქვს საერთოდ გაიმეორე მიდი დო რე მი დაგვეხსნა ოპერა და მოგვესმინა ოპერისთვის მეც ახლა ვერ ვიმღერებ იმიტომ რომ ძალიან მაღალი ნოტებია ამიტომ დღეს მაგაკვეთილს გადა მანქანება ტვინი შეჭამეს. რუსული ლაპარაკი რატომ ესმის? რუსეთის პირველ ნახს უსმენ საინფორმაციოს გაჩვენდე. საინფორმაციო თუ გინდა მან რატო უყურებ? ტყუილებს რო იძახიან. არაფერი ტყუილი არ არის უკრაინაში ომი არ არის მაგერ იძახიან. ქართულ ტელევიზიები იგონებენ რაღაცებს. აუ ტვინში ცეცხლი ჩამექცევა ეხლა. ინგა გამოურთე რა ტელევიზორი. აი დედა მართლა რაღაცა მარაზმს უყურებ რა რამე სხვა ჩართე კაცო გასართობი გასართობიან პატრიოტული. ძალიანაც პატრიოტულია რასაც უყურებ მომასწრინეთ ახლა იცოდე რუსულ არხებს უყურებ და რანაირი პატრიოტი ხარ ნეტა? ხო აბა შენ ხარ პატრიოტი კებს რა აღლაჭუნებ 24 საათი დიახ გახლავართ. გუშინ მე თიკობ და თეკლა მოკრივეთ პარკში ტურისტების დაყრილი ნაგავი. თეკლას ყველაზე ცუდი შეხვდა სხვათა შორის. ძაღლის გურგლები. ეგ თეკლა ძალიან მაგარი გყავთ რა. მე შეიძლება ვიყო პატრიოტი? შეიძლება კი არა უნდა იყო მარიკო რას ქვია ყველანი უნდა ვიყოთ დიახ ანუ გაითიშება ხო? კარგით მადლობა. ინგა გაითიშო შენ რუსული არხები აღარ აჩვენებს ვაიმე რას ამბობ დედა როგორ მეწყინა არა უშავს ხო ხდება ხოლმე რას ვიზავთ რას უყურო ეხლა რა არის ესა სოფლის მეურნეობის არხი უი ძროხებზე გადაცემა გაჩვენეთ ესეც მაინტერესებს ძროხები? აუ კაკაო მომინდა პროსტა ბებო დალევ შენს ინგა ორი კაკაო თუ შეიძლება გეთაყვა